ლაშა რამაზაშვილი ლაშა რამაზაშვილი შუადღე მშვიდობის გამარჯობა მეგობრებო მივესალმებით ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში დღეს არ დაგიმალავთ და ჩემთვისაც ძალიან რთულია ახლა სხვანაირად გაგრძელება მაგრამ რას ვიზამ მაგზარა გილოცავ პირველ რიგში უდიდესი ფეხბურთელის დაბადების დღეს მეც მინდოდა ოღონდ ცოტა მოგვიანებით მომეოცა და ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად მანამდე დღეს მაყურებელს უნდა გავაცნოთ მაყურებლის იმ ნაწილს ვინც არ იცნობს ფეხბურთს კომაგისთვის ალბათ უცხო არ იქნება მაგრამ გარკვეული ნაწილი შეიძლება პირველად ხედავდეს ამ ადამიანს და მინდა რომ გავაცნო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ცენტრალური მცველი ლუკა გადრანი მოთამაშე რომელიც სრულად აკმაყოფილებს 21 საუკუნის მცველის ყველა იმ სტანდარტს რომელიც აი ამ ახალი თაობის ფეხბურთში ნელ-ნელა ტენდენციაში შემოდის და ფეხბურთელი რომელსაც შეუძლია დაცვაშიც და შეტევაშიც ერთნაირად თამაში დიდი იშვიათობაა ბოლო პერიოდში და იმედია რომ ჩვენს ნაკრებს ძალიან გამოადგება მოკლედ იერუსალიმის ბეითარის ფეხბურთელი ლუკა გადრანი უნდა ჩაგვერთოს ახლა ეთერში. ლუკა, შუადღე მშვიდობის პირველ რიგში მოგესალმები და დიდი მადლობა რომ რთული გრაფიკის მიუხედავად გამონახეთ რო ჩვენთან სასაუბროთ. შუადღე მშვიდობის, გაიხარეთ, მადლობა პირიქით თქვენ მოწვევისთვის. მოკლედ სულ რამდენიმე თვეა რაც იერუსალიმს შევუერთდი, მაგრამ ამ დროის მიუხედავად უკვე მოახერხეთ თავის დამკვიდრება, არაერთი ვიდეო რგოლი გავრცელდა, სადაც ჩანს როგორც კანდიდებს შენ სახელს სტადიუმზე შეკრებილი დაახლოებით 30,000-მდე კომაგი. რა ემოციაა ეს ყველაფერი შენთვის? სიმართლე გითხრათ, ამ გუნდთან დაკავშირებით დიდი ინფორმაცია არ მქონია, სანამ ამ გუნდში მოვიდოდი. თუმცა ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო ჩემი ამ გუნდში გადმოსვლა, რომ პირველ რიგში სამწვრთნელო შტაბთან მქონდა საუბარი, ძალიან კარგი პროექტი გამაცნეს, ესე ვთქვათ, კარგი გეგმა გამაცნეს და ნუ ეს ფანების ფაქტორი რა თქმა უნდა ფეხბურთელის კარიერაში, როცა ახალ გუნდში გადადიხარ, ძალიან დიდია, იმიტომ რომ ფეხბურთელი როდესაც მოედანზე თამაშობ, მათ გვერდში დგომას განსაკუთრებულად გრძნობ და როდესაც ეს დიდი აუდიტორია, ეს ორმაგად უფრო мотиваციას გაძლევს და უფრო მეტი ენერგიებით ივსები, ასე ვთქვათ. კი ბატონო, იერუსალიმს აქვს საოცარი მონაკვეთი 2026 წელს ჩატარებული გაქვთ. 7 შეხვედრა, აქედან 5 მოგება და 2 ფრე. რა არის წელს შენი გუნდის მთავარი მიზანი? სწორად აღნიშნე 2026 წელს ჩავატარეთ 7 მატჩი, აქედან 5 გავიმარჯვეთ, 2 ფრე დავასრულეთ. თუმცა ჩემი ამ გუნდში გადმოსვლის შემდეგ 18 თამაშში მივიღე მონაწილეობა, არც ერთი თამაში არ წამიგია. გუნდის მიზანი, ასე ვთქვათ, ისე მივდივართ, რომ ჩემი აზრით კარგი შანსი გვაქვს, რომ გავხდეთ ჩემპიონები და რავი, იმედია ისე გავაგრძელებთ სეზონის ბოლომდე. უნდა კითხო კაირაძეც აუცილებლად, სადაც არანაკლებ საინტერესო გამოსვლა ჰქონდა შენი იყოფნის პერიოდში კლუბმა ჩემპიონთა ლიგის აგზურიც მოიპოვა, როგორ შეაფასებ კაირატში გატარებულ დროს და რა მთავარი განსხვავებაა შენთვის როგორც ფეხბურთელისთვის ყაზახეთის და ისრაელის ჩემპიონატებს შორის? კი, ყაზახეთში კაირატთან ერთად ნამდვილად ისტორიული შედეგი გავაკეთეთ ფეხბურთელებმა, სრულიად კლუბმა. ზედიზედ ქვეყნის ორჯერ ჩემპიონი გავხდი, ქვეყნის სუპერთასის მფლობელი გავხდი. თუმცა, ასე ვთქვათ, კაირატის შემდეგ ისრაელის ჩემპიონატი ჩემი აზრით გაცილებით მაღალი დონისაა, რადგან უფრო კვალიფიცირებული ლეგიონერები თამაშობენ, უფრო მაღალი ტემპია, უფრო ევროპულ ფეხბურთს თამაშობენ და ჩემი აზრით კარიერულად წინ გადადგმული ნაბიჯია ყველა მხრივ ისრაელის ჩემპიონატში გადმოსვლა და აქაც იგივე მიზნები მაქვს დასახული, რომ კლუბს მივეხმარო, ჩემი გამოცდილება მოახმარო და ევროტურნირებზე წარმატებით ვიასპარეზოთ შემდეგ სეზონზე. მოკლედ მივადექით მთავარ თემას ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. ალბათ ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი მომენტია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, როცა ნაკრებში მას იძახებენ. გაიხსენე როგორ გაიგე ნაკრებში გამოძახებაზე და ვინ იყო ის ადამიანი, ვისაც პირველს უზიარებ ხოლმე ასეთ დიდ ემოციას?
კი, ნამდვილად ეროვნულ ნაკრებში ჩემი სადებიუტო გამოძახება იყო 2024 წლის სექტემბრის თვეში. დამირეკა ზურა იყო მაშინ ხიზანიშვილი, ვინც ეს ამბავი პირველად მომცნო და რავი ეს მართლა ძალიან დიდი ემოცია იყო ჩემი განვლილი კარიერის ალბათ ყოველი ნაშრომი დღე გამახსენდა, რამდენი ვიწვალე, ვიშრომე და დამიფასდა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით. შემდგომ როდესაც ზურას ტელეფონი გაუციშე, დაურეკე პირველ რიგში ჩემს მეუღლეს და ახარე ასე ვთქვათ ეს ამბავი. შემდეგ დედაჩემს, მამაჩემს და ყველა ძალიან გახარებულები ვიყავით. ემოციურად რა თქმა უნდა ძალიან ესეთი ამაღელვებელი იყო ჩემთვის, რადგან ყველა ფეხბურთელის ოცნება არის, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს, იასპარეზოს და თავისი თავი ასე ვთქვათ ევროსარბიელზე თავის ქვეყნის სახელით წარმოაჩინოს. ლუკა, ბევრი დრო აღარ გრჩება, ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი. ყოველივე საუკეთესო მინდა გისურვო და მოკლედ ველი ჩვენს წარმატებას და ჩვენს გვერდით გვიგულე ყოველთვის. გაიხარეთ თქვენ მადლობა და ვიმედოვნებ რომ ჩემი კარიერა კიდევ უფრო მეტად წარმატებულს გამხდის, უფრო მეტად წარმატებულად ვიასპარეზებ როგორც ჩემ კლუბში, ასევე ჩემ გამოცდილებას იმედია რომ ჩემ ეროვნული ქვეყნის გუნდსაც მოვახმარდა წარმატებებს მივაღწევ ეროვნულ ნაკრებთან ერთად. აუცილებლად, სხვა შორის რამდენიმე საათში ლუკას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში და ჩემპიონატში წარმატება უნდა უსურვოთ და ალბათ სიმბოლური იქნება თუ ისრაელთან გასამართ შეხვედრაში ლუკასაც ვიხილავთ აქ და ეფექტური გამოსვლა იქნება. ნიკოლო, შენ შეეხე რონალდუს დაბადების დღეს, რომელიც 51 წლის გახდა, უახლოვდება 1000-იან ნიშნულს, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლო პერიოდში შენც გაიგებდი ალბათ გარკვეულ ჭორმართალს მისი კლუბიდან წამოსვლის თაობაზე, იმიტომ რომ არ არის კმაყოფილი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დახარჯეს მხოლოდ და მხოლოდ როცა 90 მილიონი დახარჯეს დაახლოება. ამბავი არის ის, რომ რონალდუ აპროტესტებს სხვა კლუბების გაძლიერებას, თითქოს ეს ხდება ხელოვნურად, რომ მისმა კლუბმა ვერ მოახერხოს წლის ბოლოს ტიტულის აღება. რონალდუ რომ მხოლოდ ანაზღაურებისთვის არსად არ მიდის და ეს საჩემპიონო ხასიათი მას თან სდევს და ტიტულის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია მისი ხილვა, ამაში მე მგონი ყველავთან ხვდებით. ერთი ანაზღაურება, მაგრამ მეორეა ის мотиваცია, რომელიც თასის აღებას უკავშირდება და ვის თუ არა ამ ადამიანს აქვს ყოველთვის ეს მოთხოვნა. მოკლედ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარიერის ბოლოს თუნდაც პორტუგალიაში შიდა ჩემპიონატში მშობლიურ კლუბში გადავა და მაინც ევროპული ფეხბურთით დაიმშვიდობება თავის გულშემატკივარს, მაგრამ ბოლო პერიოდში საუდის არაბეთში იმხელა ანაზღაურებას თავაზობენ ფეხბურთელებს, რომ ძალიან რთულია რომელიმე ევროპულმა კლუბმა გაუწიოს ამ მხრივ კონკურენცია და ვნახოთ მოკლედ თავარი ყოფილი არ არის ლაში. ხო, აი ზუსტად ამის თქმა მინდა მეც თაობაში აი იქითკენ რომლებიც არიან ჩვენზე არ ვსაუბრობ, ქართველებზე არ ვსაუბრობ, რასაკვირველი, აი ვარსკვლავებად რომლებაც უკვე თავი წარმოედგინეს, მათში უკვე თანხა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნეიმარი მათ შორის? ნეიმარი მათ შორის, რომლის დაბადების დღეც არის, მანამდეც თანხა იყო მნიშვნელოვანი, სანამ კი. ყველას ნეიმარისტის ბევრად აზრი გახდა თანხა უფრო მნიშვნელოვანი, ეს ძალიან დიდი ტრაგედია ზოგადად მსოფლიო ფეხბურთისთვის და ხო ხა ამასაკში რომ ფეხბურთელი მიდის და 400 მილიონიან კონტრაქტს აწერს ხელს, ვერაფერს ვერ იტყვი, მაგრამ ხა 23-24 წლის ფეხბურთელების მიდიან და ცდილობენ რომ ევროპულ ანაზღაურებასთან 10-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღონ საუდის არაბეთში. მოკლედ გააჩნია ვის რა ამოძრავებს და ვის რა სურვილი აქვს როგორც სპორტსმენს. მოკლედ ჩვენ მიულოცოთ მთელი გულით რონალდუს დაბადების დღე და იმედია რომ წლის ბოლოს 1000 გოლს ერთად აღვნიშნავთ. აუცილებლად. მიულოცე რონალდოს მესის ტილო. ცოტა გადარჩა მეგობრებო, ხან 39 გოლი ჭირდება 1000-იანი შესასრულებლად. კი, ჩვენ ერთ გულ მაყურებლად. რონალდოს ხო? ლაშა, დავასრულეთ დღეს. დავასრულეთ. ამბები, მადლობა. მადლობა. დიდი